მნიშვნელობა აქვთ. ნომერი 16 Hyundai. ბევრს გონია, რომ სამხრეთ კორეული კომპანია Hyundai-ის ლოგო უბრალოდ პირველი ასოა, მაგრამ სინამდვილეში H-ი სიმბოლურად ორ ადამიანს, კლიენტსა და კომპანიის წარმომადგენელს ხელჩაკიდებულ მდგომარეობაში ასახავს. ნომერი 15 Adidas. Adidas-ის სახელი მისი დამფუძნებლის ადოლფ დასლერის სახელიდან მოდის. ლოგო დროთა განმავლობაში იცვლებოდა, მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებდა სამ ზოლს. დღევანდელი ლოგო წარმოადგენს სამ ზოლს დიაგონალზე, რომლებიც ერთად სამკუთხედს ქმნიან. ეს სამკუთხედი თასს ნიშნავს, რომელიც სპორტსმენებმა ყოველდღე უნდა დასწრიონ. ნომერი 14 Apple. Apple-ის ცნობილი ლოგოს ავტორია რობ იანოფი. როგორც დიზაინერი იხსენებს, ის ერთი კვირის განმავლობაში ხატავდა ვაშლებს, ცდილობდა მათი ფორმის გამარტივებას. ექსპერიმენტისას ერთ ვაშლს უკბინა და შემთხვევით მიხვდა, რომ სიტყვა ბაით, კვეჩა ზუსტად ისე ჟღერდა, როგორც კომპიუტერული ტერმინი ბაით. Completely by coincidence, he realized that byte sounded exactly the same as the computer term byte. Isn't this guy top of his field? Number 13. ნომერი 13 Vaio. Vaios ლოგოს პირველი ორი ასო სიმბოლურად ანალოგიურ ტალღას წარმოადგენს, ხოლო უკანასკნელი ორი 1 და 0-ის მსგავსია, რაც ციფრული სიგნალის ნიშანია. ნომერი 12 Amazon. ერთი შეხედვით Amazon-ის ლოგო არაფრით გამორჩეულია, მაგრამ ფორთოხლისფერი ის არის ღიმილს გავს, რაც მომხმარებლის კმაყოფილებას გამოხატავს. ამავდროულად ის არის A-დან Z-მდეა გაწყვილი, რაც მიუთითებს, რომ კომპანია ყველაფერს ყიდის, რასაც კი მოიფიქრებთ. ნომერი 11 Baskin Robbins. B არის ვარდისფერი მონაკვეთები ქმნის რიცხვს 31. ზუსტად იმდენი ნაყინის გამო ჰქონდა კომპანიას ცნობილი სლოგანით. ნომერი 10 Toyota. ბევრს გონია, რომ Toyota-s ლოგო კოუბოის თავს გავს. სიამდვილეში ის წარმოადგენს ნემსის ყუნწს, რომლის გავლით ძაფი გადის. მინიშნება კომპანიის წარსულზე, როცა ის ქსოვის მანქანებს აწარმოებდა. გარდა ამისა, ლოგოს ინდივიდუალური ელემენტები კომპანიის სახელის ყველა ასოსაც ქმნის. ნომერი 9 Continental. Continental ცნობილი საბურავების წარმოებელია, თავის ლოგოში პირველ ორ ასოს ისე გამოსახავს, რომ ისინი მანქანის ბორბალს გვანან, მარტივი და გენიალური. ნომერი 8 Formula 1. თუ კარგად დააკვირდებით F-სა და წითელ ზოლებს შორის თეთრ სივრცეს, ერთიანი ჩანს. წითელი ზოლები კი სიმბოლურად გადმოსცემენ Formula 1-ის სუპერ სისწრაფეს. ნომერი 7 Pinterest. Pinterest-ზე ადამიანები ინტერნეტში ნაპოვნ სურათებს აგროვებენ და მათ პინავენ თავიანთ ვირტუალურ დაფებზე. სწორედ ამიტომ ასო ფიში ფრთხილად დამალულია ქინძის თავის სიმბოლო, მარტივი და გასაგები. ნომერი 6 Beats. ამერიკული აუდიოტექნიკის მწარმოებელი Beats იყენებს ლოგოს, სადაც ასო B ისეა შესრულებული, რომ ადამიანის ყურსასმენიან თავს გავს. მინიმალიზმი აქ მეტ ეფექტს იძლევა. ნომერი 5 Toblerone. შოკოლადის კომპანია Toblerone, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბერნიაშია დაფუძნებული, თავის ლოგოში მთის სილუეტში დათვის გამოსახულებას მალავს. ეს სიმბოლო ბერნს უკავშირდება, რომელსაც ხშირად დათვების ქალაქსაც უწოდებენ. იქ ყველგან ნახავთ დათვების ფიგურებს ჩადრევნებში, კოშკზე და შენობებზე. ნომერი 4 BMW. ბევრს გონია, რომ ლოგოს ცენტრში ბრუნვად ავიაციის პროპელერს ხედავს, რადგან კომპანია ავიაციის ტექნოლოგიებით დაიწყო.
მაგრამ სინამდვილეში ეს ბავარიის დროშის ფერებია, გერმანიის რეგიონი, სადაც BMW დაარსდა. ნომერი 3. LG. სამხრეთკორეული ელექტრონიკის კომპანიის ლოგოს სტილიზებული სახეა. კომპანიის აზრით ეს გამოხატავს მის სურვილს ჰქონდეს უბრალო ადამიანური ურთიერთობები მომხმარებელთან. ნომერი 1. Coca-Cola. Coca-Cola-ს ლოგოში ასო O და L-ს შორის კარგად ჩანს დანიის დროშა. ეს სრულიად შემთხვევითია, თუმცა კომპანიამ ეს ფაქტი გამოიყენა სკანდინავიაში თავისი მარკეტინგული კამპანიებისათვის.